იოანე, მართა, მარიამი, თომა, გაბრიელი ანასტასია და ელისაბედი. აპას 9 დედმამიშვილი იყო და მამამისაც 12 იყვნენ და აი ეგ მქონდა განწყობა რომ აი მინდოდა ბევრი ბავშვები ერთმანეთის გატანა ექნებოდა და ერთმანეთს დაეხმარებიან მომავალში. ყველა გეხუტება, ყველა გეფერება და როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, ენერგიით მავსებენ რა ჩემი ბავშვები. ყველაზე უფროსი 14-15-ის გახდება ახლა სექტემბერში და უმცროსი არის მე-7 თვეში. ჩხუბობენ კიდევაც, ერთობიან კიდევაც და ყველაფერი. ცელქებიც არიან და წყნარებიც არიან. ხშირად მიწევს მივლინებები, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს და ფაქტიურად ყოფილა რომ 2 კვირაც ყოფილა მარტო ელენე და მართა, მარიამი და იოანეც ეხმარება. მრავალშვილიანობა არის ძალიან დიდი ბედნიერების შეგრძნება. ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ეს არის სირთულეებთან დაკავშირებული, მაგრამ ეს არ არის სირთულე. ჩვენ ყოველ წელს ახალი ბავშვი გვყავდა და ფაქტიურად ხუპები რომ დაიბადნენ, ჩვენ უკვე გვყავდა 5 ბავშვი და უფროსი იყო 5 წლის. ოცდახუთი წლის ვიყავი, როცა გამიჩნდა პირველი შვილი, მარიამი. ალექსანდრე არის მე-5 კლასში. მესამე შვილი არის ელიზაბედი. ელიზაბედი არის დაკავებული ტანვარჯიშით. ხოლო რაც შეეხება დემეტრეს, დემეტრე ჯერჯერობით ბაღშია. პირველში ძალიან დიდი სიამაყეთა ვარ. მოძვალული რომ 4 შვილის მამა ვარ. ძალიან დიდი სიმდიდრეა მინდა ვთქვა და ძალიან ბედნიერად ვგრძნობს, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. რომ 4 შვილს სათანადოდ მიაქცია ყურადღება. ყველაზე მხიარული ბავშვებს შორის არის პატარა დემეტრი. კაცრი ლიზი. განცდა რომ მე მრავალშვილიანი მამა ყოფილიყავი, როგორც ასეთი ოჯახის შექმნამდე ეგ ფიქრები არ მქონდა, როგორც ასეთი, მაგრამ ყველაფერი უფლისნებაა და ღმერთმა ასე ინება და ღმერთმა მაჩვენა ეს 4 ანგელოზი, რომელიც ყავს. ხშირად შეკრებას ასე ამ შემადგენლობით ვერ ვახერხებთ, მაგრამ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ჩემთვის და რა თქმა უნდა თითოეული მათგანისთვის რა. და ეს ძალიან მაბედნიერებს და ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ასე ერთად ვახერხებთ ამას და გვიწევს ეს ურთიერთობა.